დღეს ვამბობ. მე ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, რიგითი ქართველი. ვერას დროს ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ამ ისტორიის ქვეყანაში სადაც უარი გვითხრეს, რომ ქალაქი ფული არ ჭირდებოდა ხელისუფლებისგან და ქალაქი ბაგრატიონი მქონებოდა, თუ ვაშინგტონშია 300 წლის ქვეყანა არ არის ამერიკა და თუ იქ დააფასეს ფუძემდებლები კონსტიტუციის 9 საუკუნე ბაგრატიონთა გვარი მართავდა და მსოფლიოში აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დინასტია. ვერც კულტურული მემკვიდრეობის სიას შევიტანეთ ჩვენთან, აღარ ვლაპარაკობ მსოფლიო მასშტაბით და ვიმეორებ იმას, რომ ეს ქალაქიც კი ვერ დავაწესთ, ვერ ავაშენეთ ბაგრატიონი, მაგრამ ვაშენებთ ბაგრატიონი, დავით აღმაშენებლის ქალაქზე უარი ვთქვით და ვაშენებთ არაბულ ქალაქს. მიწა რო არ იყიდებოდეს არაბული ქალაქი რატომ უნდა შენდებოდეს საქართველოში? რატომ ხალხო? რაც არ უნდა ფული დახარჯო არაბეთში, რომელიმე ქვეყანაში ქართულ ქალაქს აგაშენებინებენ. 1 კვადრატულ მეტრს იყიდი საკუთრებაში. ასე გაპარპაშებენ. ამ ცივილიზაციის სათავეებიდან მომდინარე ქვეყანას რატო გვემართება ეს? ვის ნებასრულის ასრულებს საქართველოს ხელისუფლება? ქართველი ხალხის თუ გარეძალების? და ვინ არის ეს გარეძალები? ვისი კარნახით ხდება ყველაფერი ეს? ვიმეორებ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ საქართველოში არაბულის ქალაქი აშენდებოდა და ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამე გაებედა ხელისუფლებას, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამდენი მხარდამჭერი ეყოლებოდა მას. და მხოლოდ უნდა გავიხსენოთ მაშინ აკაკი წერეთლის დათქვამი, რისი ღირსი ხარ შენ საქართველო, თუ ჩვენ დაუშვებთ იმას, რომ საქართველოში არაბული ქალაქი აშენდება.